გამარჯობა მისტერ გაბრიელ. გამარჯობა მისტერ ბექა. გასაკეთებ ცერნობთ? კი. დიახ, საინო. ეს მოიხარეთ ცოტა ხანი. მე მარტო კარატო ხარ. მარტო კარატო ვარ? ხო. რავი, აი მომინდა შეირნობა რაღაც და აი ჩამოვიდი და შეირნო. ახლა? კი. რა გეტყვი ახალზე საინტერესოს? გამო. თანი არ. ახალზე საინტერესოს? ხო. არა, ფერს საერთოდ? სკოლიდან დაგითხოვეს. შეყვარებულს ვეღარ ხედავ. გენატრება? კი. ბიჭო, გითხარი, გაიგე საცხოვრობს. წავიდეთ, მეთქი მივაკითხოთ, ყვავილები მიუტანოთ, ნამცხვარი მიუტანოთ. ტელეფონი არ აქვს და? ტელეფონი არა აქვს? არა. ვა, ადამიანს ტელეფონი არა აქვს? ტელეფონი არ უნდა, არ სჭირდება. შენ ახლა ისეთ რამეებს ნუიტყვი, რომ მიახვედრო ვინც არის. ბარემ მოაუხსენი სიყვარული, აჰა, მიდი. აი. არა. ჯერ არა. ჯერ მაგისთვის პატარა ვარ, ცოტა მერე. პატარა ხარ? ხო, ჯერ აი, ცოტა შენ მერე. ცი რა მითხარი ახლა? რა. აი, ახალი წელი ხო მოდის და ძველი წელი გადის. ხო. გამოაჩინე შენ ციფრის თვალები. როგორ შეაფასებ ამ წელს? როგორი წელი იყო თქვენთვის, მისტერ გაბრიელ? ძალიან ცუდი. ცუდი? 2024 ცუდი იყო? რა მხრივ? აქცია. ჰა? აქციები. აქციები არ მოგწონს? დაშალეს ჩვენი დედამიწა ნაწილ-ნაწილ დაანგრიეს. არა, შენ ვიცი რომ დედამიწა გეწოდება მთლიანობაში, რომ კი. ანაგვიანებენ, აბინძურებენ, ეგრო ძალიან წეს ვიცი. აი, აქციებს და პოლიტიკა შეუშვა. ისა, არა, კიდე რატო იყო ცუდი? მაგის მეტი არაფერი არ იყო ცუდი. ვერ გავიგე, მარტო ეს აქციები არ მოგწონს? კი. არა, მოიცა, ეგ არა. და კიდე ჩვენი სკოლა არ ააშენეს. სკოლა რო არ აშენა, მაგიტო იყო ეს წელი შენთვის ცუდი? კი. აი, კარგი რა იყო. კარგი იყო. ყველაფერი. მაინც ყველაზე მთავარი კარგი რა მოხდა. უფრო ძლიერი გავხდი ფეხბურთში. აჰა. კი. ნაკრებში მეთქო, მეთმამის მინუს. და კიდე გოლი გავიტანე კიდევაც. იქ ძალიან 20-24-ში ძალიან წვრილმანებზე გაქვს. საუბარი. გოლი გაიტანე, ხო, კაი, იხარია. ერთი გოლის გატანეთ ხარ ბედნიერი 20-24-ში? ხო. ალბათ ის უფრო უნდა თქვა, რომ თუ ენა დამედა. ის უფრო უნდა თქვა, რომ როგორც მეკარე უფრო დაიხვეწე. კი. მოდი, კაი. აჯობს ანდალება ხა შენ თავში. მომისმენ. 20-24 წელი შეაფასე მთლიანობაში. შენთვის რითი იყო ცუდი და რითი იყო კარგი? პირადად შენთვის. თავი გავონებო დედამიწა რო ცოდოა და ეგეთ რაღაცებს. არაფერი არ იყო ჩემთვის ცუდი. პირადად შენთვის ცუდი არაფერი არ იყო? არა. ცუდი არაფერი არ მოხდა. ძალიან კარგი. კარგი? კარგი ბევრი რამ მოხდა. ხო და აი ყველაზე კაი რა მოხდა. ეგეთ ყველაზე კაი რა მოხდა, მაგრამ აუ შენ ახან ვერ ამბობ, მე უნდა გითხრა. ფეხბურთზე დაიწყე სიარული, ეს ერთი. შეყვარებული გაიჩინდა, ეს ორი. რა ქვია? PlayStation-ი არ მოჩქე, მე 23-ში მოჩქეს. არა 24-ში გაჩუქეს. FIFA კიდე ბევრი რაღაცეები მოხდა, მაგრამ შენ ვერ იხსენებ. მე არ მინდა მე რომ გადახსენო. ზღვაზე იყავი ბათუმში ორი კვირა რა? კი, და საავადმყოფოში. ო, აი საავადმყოფოში რო ორჯერ ამოყავი თავი და ჩემთვის აგროვებული iPhone 11-ის ფული რო შეჭამე? იცი? ხო იცი? კი. 450 ლარი ავაგროვეთ. 200 ლარი აქ რო ამოყავი თავი. აქ გადავიხადე და მე ერთ კვირაში რო წახოდი ბათუმში, დანარჩენი 250 ლარი ბათუმში გადმოგერიცხე. ბათუმში ხო გაიცანი კარგი ადამიანი, ხო მოვიდა? კი, ძალიან კაი ხალი გავიცანი. მოიკითხე, ნინო ერქვა? ხო, ნინო ერქვა მეგონი. მოგითხვა გადაეც. ნინო, როგორ ხარ? შეგონი ძა აქცივა რაღაცა
გაყინული არაადეკვატურად საუბრობ. ნინო მოგიკითხე ნინო. მოგეკითხე. ნინო აუ ხარ როგორ მოვიკითხო? მოგკითხო ნინო როგორ ხარ? ნინო როგორ ხარ? მოგიკითხო. მოგიკითხო. რა კაია. ელა გადავა. 100 ლარი მაჩუქა ძალიან 100 ლარი გაჩუქა, ხო? კი, ძალიან დიდი PlayStation მადლობა. 4 ხო გაჩუქეს. ნუ გაფრთხილებული იყო, მაგრამ ხო გაჩუქეს, ხო გასიამოვნეს. კი. ყურადღება ხო გამოხატეს. ის მოყევი ბათუმელებმა როგორ გაგაბრაზეს, როგორ გაწყენია ეს? ბათუმელებმა კარში რო ვიდექი, ხო თამაშობდი ესე, ნორმალურად თამაშობდი ესე ფეხბურთს და აძრნენ ზევით შტანგაზე და თავზე მაფურთხებდნენ. გაფრთხებდნენ? კი, მაფურთხებდნენ თავზე. რამეს დაგზახოდნენ კიდე? ბანძი ხარო და ეგეთ რაღაცებს დამდახოდნენ. მე როგორ გადაწყვიტე? მაგრამ გაუბრაზდი და აღარ ჩამოვალ მეთქი, აღარ სამ სტადიონზე მეთქი. ამ სტადიონზე თუ საერთოდ ბათუმშია? ამ სტადიონზე. გაუმერე. ანუ ისე წამოხოდი რომ არ შერიგდით ნაწყენი წამოხოდი. კი, მთლიანობაში ბათუმელებზე წამოხოდი ნაწყენი თუ მარტო იმ ბავშვებზე? იმ ბავშვებზე. ხო, აბა ბათუმმა რა დააშავა? ხო, ბათუმმა რა დამიშავა? აი, ბათუმი თუ ქობულეთი. ქობულეთი. რატო? იმიტომ რომ მიყვარს ქობულეთი. ბათუმი მეც მღლის. ცოტა ჩემთვის ბათუმი. რადიოაქტიული მზეა. კი. თან ძალიან სტრესული არის ჩემთვის. აი ნახე, თბილისიდან გავდიხარ რომ გარემო შეიცვალო ეს კორპუსები, ამ ტრანსპორტმა, ამ ქაოსმა, ხმაურმა დაგღალა და ბათუმშიც იგივე სიტუაციაში აღმოჩნები, უბრალოდ ზღვა აქვს. არაფერი არ იცვლება, რეალურად უფრო მეტად სტრესულია ბათუმი. ბათუმში უბრალოდ რო გაიზრდებით, მაგაცებთან ერთად 2-3 დღე დროის გასატარებლად შეიძლება წასულიყო. კი. მაგრამ დასასვენებლად ოჯახი და ცოლ-შვილი და ჩემთვის აპატიეთ, მაგრამ ვერ არის. ქობულეთი ჯობია, ხო? კი, ქობულეთი აი, მაგრამ გავერთი ქობულეთში. აი, სანა ის სიმღერაც რო ავაწყე და შენ რო გადავიღე გახსოვს? მე და ნინი რო ვკრავდით ეს სიმღერას. დრამს რო აკეთებდე? ხო. კი, როგორ არის? რატო ოქროს საყურო რო იპოვე გახსოვს? კი. სახლში? გაჭეჭელი ოქროს საყურო ხო კი. იპოვე? კიდე ბეჭედი არ ვიპოვე თუ რაღაც? ბეჭედიც იპოვე, მონეტაც იპოვე, კი. ქვა იპოვნე. კი. ის საყურე გადავადნე და გამოვიდა 1 გრამი და 3. ნუ სადღაც 300 ლარის იყო, კი? კაია, კაია, კაია. აბა. მოკლედ ხედავ, 2024-ში მომხდარა, კაი რაღაცები. უბრალოდ მე ვერ ვიხსენებ. ეთხოვა. ყველაზე კარგი იცი კიდე რა არის, რაც 25-ში მოხდება? ის არის რომ 93 სკოლის შენებლობა დამთავრდება. იმ წლის მე ახლა შენ ხო არ შესვენება ხო გაქვს არ დადეგებს? ხო. იმ წლის არ დადეგებზე რომ დაამთავრებ ანუ არ დადეგები რომ დამთავრდება? პირველი სემესტრი რომ დაამთავრებ იმ წელს. ხო. 93 სკოლა უკვე აშენებული. ახლა? ფაქტობრივად ახალ ძალიან მაგარ სკოლაში მოგიწევს გადასვლა რა. კაია. კაი, პროსპექტზე რა სიტყვა ამ სილამაზეებს. მოგწონს? კი, თან ველობილი გზის რომ მოახვიეს ეს შუქები. ძალიან ლამაზია. ლამაზი უბანი გვაქვს? კი, ძალიან. უბრალოდ თუ არ ბავშვები თუ არ მოიქცევიან, თუნდაც ნაგავს არ დაყარიან და არ დასრიან, არ გატეხავენ ყველაფერს, კი. შენ ისე სულ დედამიწის დაბინძურებაზე და მაგ თემებზე რომ საუბრობ, ესე რომ გული გწყდება. მე მგონი ცოტა მაგ სფეროს უნდა მიაწვე და განათლება მაგ ფორმაში მიიღო, მაგ ფორმით მიიღო. Environment, occupational health and safety. Do you know what is this? გარემოს დაცვა და უსაფრთხოება. კი. მაგ საკითხს რომ მიაწვე, მე დაგეხმარები. როგორც ჩემი საფრთხობის სპეციალისტმა, მაგრამ ბავშვი ბევრი ვიცი. კარგი. მოდი. ბავშვებს შეუჯამე წლევანდელი წელი, რას უსურვებ, რის გამოსწორებას უსურვებ 2025-ში, რაც 2024-ში არ ქონდათ. როგორ რას ურვილებს გაუგზავნე? იმედია წარმატებული იქნები სკოლაში. ყველაფერი სკოლით, რა თქმა უნდა, მერე? კი. განათლებულები იქნები, რა თქმა უნდა. სპორტზე რო დადიხარ, თასებს მოიგებთ ბევრს. 20 ყვავილმა და მომღერლებმა რა დააშავა? მაგათაც, ხო? მაგათაც, ანუ მაგათმაც. მოკლედ ყველა ვინც რას პროფესიაში არის, იმ პროფესიას კი, წარმატებებს გულით მიაწვე. კი. და კაი, მიულოცე. გულიანად. გილოცავთ მეგობრებო, გენაცვალეთ, დამდეგ შევაახატოთ გილოცავთ ყველას. სიყვარული ჩახუტები. კი, სიყვარული ჩახუტები. ვიყოთ ერთობით თან, მეგობრულად. დავერთობით. მაგარია ჭრილი.
როგორ გეტყობა რომ ერთი კვირაში ყოლბული არ გინახე. კაი, წავიდეთ აბა. მადლობა, თანახმა ხარ ჩემ სოციალურ პლატფორმაზე თქვენ ინტერვიუ გამართავსო? კი. კაი, წამოხა უნდა გაჭამ. ის ჭამა გინდა. ლობიანის. ჰა? ლობიანი. მართლა ლობიანი. და ჩემ თავს გაგიცი. კაი, მართლა. არა, მართლა თუ გინდა გიყიდი. არ მინდა. ჩავიდეთ ანტრებატონში, ხო გავასწრებ ანტრებატონში. კი. ჩავიდეთ? კაი, წამ. წამ. ლობიანი კოკა-კოლა. მე მაშინ იმას ვხობდი. სომხურ ქადას. სამფურქალას? ხო. კაი. ჩავიდეთ.